ვინ დაიკავეს მთავარი პროკურორის პოსტს მას შემდეგ, რაც არჩილ კბილაშვილი 17 ნოემბერს თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. ამ დროისთვის არჩილ კბილაშვილის შემცვლელად 3 კანდიდატურა სახელდება. ესენი არიან კბილაშვილის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, ქალაქის პროკურორი მაია მწარიაშვილი და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი. მაია მწარიაშვილი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ინფორმაცია მისი შესაძლო დანიშნის შესახებ ქრონიკასთან უკვე უარყო. რაც ეხება ლაშა ნაცვლიშვილს, ის ამ დროისთვის ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. ზაქარია ქუცნაშვილს კი ჩვენი კორესპონდენტი ლევან ფოჩხვა ესაუბრა თემის დეტალებს, სწორედ მისგან მოვისმენთ. ლევან, შენ პირდაპირ ეთერში ხარ. შეცვლის თუ არა არჩილ კბილაშვილს ზაქარია ქუცნაშვილი, ჯერჯერობით საუბარი ამაზე ნაადრევია. ჩვენ ცოტა ხნის წინ გავესაუბრეთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, როგორც ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, მისთვის მთავარი არა პროკურორობა, არამედ იმ საქმის კეთება, რომლითაც ამჟამადაა დაკავებული. თუმცა ეს არ არის ქუცნაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება. ქრონიკასთან საუბარში არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამბობს, რომ არსებობს ერთადერთი საკითხი, რის გამოც შესაძლოა მან საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. არ მივისწრაფი მთავარი პროკურორის თანამდებობისგან. მე როგორც ხალხის წარმომადგენელს მაქვს ჩემი კომპეტენცია და მე მინდა ხალხსაც მიცემული პირობა ბოლომდე მივიყვანო. აქედან გამომდინარე მე სურვილი და მისწრაფება ამ ეტაპზე არ გამოჩნია. თუმცა ის ერთადერთი შემთხვევა, რა შემთხვევაში შეიძლება იქნას ეს პოზიცია გადასინჯული. არის უკვე ცნობილი თქვათ, რა არის ის საკითხი, რაზეც ფართო შეთანხმებაა საჭირო, იმისაც რომ პროკურატურის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს საზოგადოების თვალში. ვინ გახდება მთავარი პროკურორი, ამაზე სახელმწიფო გუნდში ამ ეტაპზე მსჯელობა არ დაწყებულა. ყოველ შემთხვევაში ამას არ გვიდასტურებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, როგორც ისინი აცხადებენ, არც ერთ ფორმატში ამაზე საუბარი ჯერ არ მიდის. განცხადებები გაკეთა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდანაც. პროკურატურაში მე ვფიქრობ ახალი ერა იწყება. რაც შეეხება ახალი პრემიერის პირობებში, მე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა შეიძენს მეტ სტაბილურობას, მის მიმართულება კიდევ უფრო ამაღლდება და რაც მთავარია, პროკურორები ობიექტურად მოემსახურებიან სამართლიანობას, მართლმსაჯულებას და სისტემა იქნება მაქსიმალურად ეფექტური. ეს პრემიერის გადასაწყვეტია, სავარაუდოდ ის კონსულტაციებს გაივლის ბატონ არჩილთან, საბოლოოდ თავად მიიღებს რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას. მომავალი პროკურორის თაობაზე ჯერჯერობით კონსულტაციები არ გამართულა. უმრავლესობაში ეს არის ახალი კონსტიტუციით უკვე პრემიერ-მინისტრის, ახალი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის წარსადგენი, მას შემდეგ რაც ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, შესაბამისად ინაუგურაციის მერე მოხდება ეს ყველაფერი და დამტკიცდება ახალი პრემიერ-მინისტრი, უკვე იგი წარმოგვიდგენს ახალ პროკურორს. მე ესე თქვენი კოლეგების გამსმენია რამდენიმე კანდიდატურაზე, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ღირსეული ადამიანია და ყველას წარმატებები მინდა უსურვო, უბრალოდ ჩვენ არც პოლიცაბჭოზე, არც უმრავლესობაში, არც ერთ ფორმატში ამ თემებზე საუბარი არ გქონია, აქედან გამომდინარე, სრულად მომზადებელი ვარ მაგ კითხვისთვის. დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ბატონი ნაცვლიშვილი უფრო გავლენიანი ფიგურა არის პროკურატურაში, ვიდრე თვითონ ბატონი კბილაშვილი. ის ძირითადად გამოიყენებოდა უფრო პოლიტიკური განაცხადების გასაკეთებლად. ბატონი კბილაშვილი და წლის განმავლობაში ბევრი ასეთით დაგვამახსოვრა თავი. ვის და შეაჩერებს საკუთარ არჩევანს, ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტილებას უკვე პრემიერის რანგში მიიღებს. ღარიბაშვილი დღეს თელავში იმყოფებოდა, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. დიდი მადლობა, ლევან ფოჩხვა იყო.